მოგესალმებით დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებთ ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. როგორც მოგეხსენებათ, თქვენ არა მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდევაც ჩვენი Facebook-ის გვერდზე, ისე როგორც პორტალებზე, იმედი.g და MyVideo.g, ასევე მაგთის IP ტელევიზიის 53 არხზე. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა დეველოპერული ბიზნესია. მშენებლობასთან დაკავშირებული თემები ჩვენი მსმენელებისთვის და მაყურებლებისთვის ძალიან საინტერესოა, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მოგვეყვანა სტუმრად ისეთი ადამიანი, რომელიც ამ თემაში უკვე 10 წელს მეტია. კომპანია მეგობრობის დამფუძნებელი მამუკა არევაძეა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით მამუკა. მოგესალმებით. თქვენ უკვე 10 წელს მეტია ბიზნესში ხართ, 15 პროექტი გააქვთ საბოლოო ჯამში, რომდანაც 10 უკვე სრულად ჩაბარებული ექსპლუატაციაში მიღებულია. ორს ახახან მასულ მალე დაასრულებთ, დასრულების პროცესში ხართ, 3 მიმდინარეა. როგორ შეაფასებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგადად აი ამ დეველოპერული ბიზნესის განვითარებას ბოლო 1 წელი რო ავიღოთ? ისევ და ისევ მივესალმებით თქვენს მსმენელს, ბატონო ტურნიკე. ფაქტიურად ეს მიმართულება და ეს სექტორი ძალიან განვითარდა ჩვენს ქვეყანაში, ძალიან კარგია, დღესაც ჩვენ ხედავთ ეს ძველი ეს ვიტოვებული პროექტები, მიწები, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი შენობები, რომელიც ავარიული იყო, ნაცვლდება ახალი თანამედროვე ისეთი პროექტებით, რომელიც ბუნებრივია ყველასთვის ყველაზე მთავარიც არის ლამაზად და ძალიან ესეთი დაუშვათ შეხედულების თვალსაზრისით იმ ქუჩაზე როცა გავივლეთ და იქ ცხოვრობთ, რაღაცა კარგ ხასიათს და კარგ მუხტს უაძლევს და გვანიჭებს. მოგონება ჩვენ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვცდილობთ რომ აი ბოლო პერიოდია 4-5 პროექტი უკვე პრინციპში რაც გვაქვს უფრო მეტწილად გადართულები ვართ ესეთი დაუსრულებელი აი რაღაცა ავარიული სახლების ჩანაცვლებით ვინაიდან შეგვიძლია ვაკეთოთ საქმე ისე რომ სხვებიც გავახაროთ ჩვენთან ერთად ჩვენც რომ დაუშვათ რაღაცა ინვესტირებისთვის რაღაც პროექტებს ვახორციელებთ ამასთან ერთად ბუნებრივია კარგი საქმის კეთებაც იქ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა შესახდეს გათვლა ის არის რომ ყველა მიიღოს ის დაპირება თავის დროზე არც ერთ პროექტი ჩვენ ეხლა რომელ პროექტებს ახორციელებთ ამ მიმართულებით? ამ მიმართულებით ეხლა ჩვენ გვაქვს ხოშარაულზია პროექტი ასეთ დაზარალებულების გვაქვს გორის პროექტი ჩვენ ქალაქარეთაც გავედით და გორში ერთ-ერთი კარგი ლოკაცია გვაქვს სადაც ძალიან დიდი პროექტი უნდა განხორციელებულიყო თავის დროზე და ძალიან ბევრი ადამიანი იქ ვისაც ჰქონდა ეს ბინები თავის დროზე შესყიდული ბუნებრივია ყველა დაკმაყოფილდება და ყველას უკვე გარანტია აქვს იმის რომ ან ჩვენ აშენებულ პროექტში მიიღებენ ბინას ან სხვა ალტერნატივას შევთავაზებთ და მოკლედ ეს დაუსრულებელი პროექტების ნაწილი თითქმის ბოლოშია ქალაქში გასული და ძალიან კარგია კარგი პროექტებია ბუნებრივია ეს ბევრი წლის განმავლობაში იყო ესეთი მტკივნეული თემა თბილისისთვის და არა მარტო თბილისისთვის გორი ახსენეთ თქვენ. ბევრი მშენებლობა იწყებოდა და რაღაც პერიოდში მე ჩერდებოდა სხვა ტიპის კრიზისის ფონზე დეველოპერული კომპანიები იხურებოდნენ ან ვერ აგრძელებდნენ მუშაობას და კარგია რომ ეს თემა ნელ-ნელა რაღაცა დასასრულს მიუახლოვდა და ძალიან ბევრი პროექტი ახალმა დეველოპერმა გააგრძელეს და შეძლეს ეს პროექტები დაესრულებიათ. თქვენ თავდაპირველად სხვა ტიპის ბიზნესი გქონდათ წარმოების მიმართ იყავით და გადაწყვეტეთ საერთოდ გადასულიყავით მოკლედ ისტორიას რომ გითხრათ. ჩვენ 2005 წელს დავიწყეთ პრინციპში საწარმო გქონდა პირველი გავხსენდი კარფანჯრების ესეთი პატარა საწარმო გქონდა სადაც პირადად მე ჩავერთე მე ვისწავლე მე განახორციელე ყველა პროექტი თავიდან თავდაპირველად და შესაბამისად ამის შემდეგ განვითარდა ჩვენი კომპანია დღეს ეს საწარმო მეგობრობა საკმაოდ ესეთი ვრცელია ძალიან ბევრი პროფილი გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს ბევრი ამის ნურკინის ლაზერული ჭრები მინის ქარხანა გვაქვს ალუმინების ძალიან დიდი საწყობი გვაქვს და ბუნებრივია ჩვენზე ძალიან ესე მორგებული კომფორტულად ესე ვთქვათ რომ ყველა იმ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ გვაქვს ექსკლუზივები გერმანული პროფილებზე სალამანდრა ესეთი ბრენდი რომელსაც ცნობილი ბრენდია. დიახ და ექსკლუზიურად ჩვენი მეგობრობას აქვს და ბუნებრივია საწარმოს მიმართულება ძალიან განვითარებულია და აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ დაახლოებით 11 წლის წინ 2014 წელს დავაფუძნეთ მეორე შვილობილი კომპანია სადაც 2013-ის დასასრულს 2014-ის გადასulis პერიოდი იყო დავაფუძნეთ ახალი კომპანია სადაც გადავერთით უკვე მშენებლობის მიმართულებით და დღემდე 10 დასრულებული ექსპლუატაციაში მიღებული პროექტი გვაქვს ჩვენი პროექტი არც ერთი
არ არის ისეთ რომელიც დაუშვათ ვინმე მოხმარებელი ყავს ვისაც პირობა შეუცვალეთ ან ვადაზე ყოველთვის ვადაზე ადრე ვასრულებთ ყველასთან გვაქვს ურთიერთობა მეგობრობა მხოლოდ სახელი არ არის ჩვენი და ვცდილობთ რომ ეს ურთიერთობა დავიჭიროთ ეხ მუდმივად გვაქვს ეხლაც ურთიერთობა ყოველთვის განვიცდით მათ რაღაც გაჭირვებებს ყოველთვის გვიხარია მათი წარმატება გვაქვს ხშირი და აქტიური და სისტემატიური მოკითხვაც და ბუნებრივია რაღაც შეთავაზებები გვაქვს ხომ პერიოდული აქციები გვაქვს ეხლა ხანსაც დავიც ლაშარამიშვილია ჩვენი მარკეტინგის მიმართულებით, PR-ის მიმართულებას ხელმძღვანელობს და შესაბამისად ლაშამ ყველა მობინადრეს თითქმის ყველა შეატყობინა სიახლეები და რაღაც პერიოდის შემდეგ კიდევ ბევრ სიახლეებს პირდებით ჩვენს ყოფილ ესე ვთქვათ უკვე არსებულ მობინადრებს და ამიტომ ყოველთვის ვზრდით ამ აუდიტორიასაც ვზრდით ჩვენს ნდობას ამ ჩვენს მომხმარებლებთან ჩვენს მობინადრებთან და დღეს რაც ყველაზე მთავარია დაიწყეთ და განავითარეთ მე დეველოპერთან ჩვენი დრეს კოდი არის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი რომ ის ადამიანები ვისაც ურთიერთობა გვაქვს და გვაკავშირებს ყველასთან ვიყოთ პირნათელი და ესე ვთქვათ გულწრფელები რომ რასაც შევპირდებით და რითიც თქმაც შეგვიძლია ისე განახორციელოთ. ზოგადად ეგ არის ხოლმე პრობლემა დეველოპერულ ორგანიზაციებში, რომ დაპირება არის X-ი, ხოლო შესრულება არის თქვენს კარგად იცით და X მინუს რაღაც არის ხოლმე შესრულება და მე ეს იწვევს ხოლმე პრობლემას და ეს რაღაცნაირად ამ ბიზნეს და ამ მიმართულებას საიმიჯოდ არც ისე უხდება. თქვენ ხუთი პროექტი გაქვთ, რომელიც აი ახლა ამ პროცესში არის, რომელია ეს პროექტები? ჩვენ გვაქვს ეხლა მიმდინარე 5 პროექტი, ანუ 2 დავასრულეთ, ჩიხიას პროექტი და ურთაჭალა ძალიან დიდი პროექტი გვაქვს ურთაჭალა 34 სართულიანი პროექტია. ქალაქის ისტორიულ უბანში, მთელ ქალაქში არის ისეთი არაჩვეულებრივი ხედები, გვაქვს ძალიან კარგი კონცეფცია, უზარმაზარი ტერიტორია, გამწვანებული, კეთილმოწყობილად, აი საცხოვრებლად არის, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო, სადაც ყველა იმ სტანდარტს და ყველა იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს საცხოვრებლად დაუშვათ, რაც არის საჭირო და მნიშვნელოვანი. ეზო თვითონ ეს პროექტის მიმდინარე პროცესში როგორი შეიძლება იყოს მისი ექსტერიერის და ინტერიერის ვიზუალური მხარე, ენერგოეფექტურობა ჩვენი ნაწილია და მთლიანად ენერგოეფექტურია, კარფანჯრები, ვიტრაჟები და ეს ბუნებრივია ძალიან დიდი შეღავათ იქნება ყველა ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის და გვაქვს ასევე 2 მიმდინარე პროექტი. ერთი არის ხოშარაულზე სანაპიროზე, სადაც ახსენეთ უკვე ჩვენ ცენტრპოინტის დროინდელი დაზარალებულების ნაწილში, რომელიც უკვე პრინციპში დავიწყეთ და მიმდინარე პროცესია. მეორე გვაქვს სააკაზის. რა ეტაპზე ხართ? საძირკველი სამუშაოები უკვე დასრულდა ფაქტიურად და უკვე მონოლითის სამუშაოები. სართულიანი ეს ობიექტი? 18 სართულიანი ობიექტი. და იყოს ეს პროექტი. გვაქვს ასევე პატარა პროექტი ძალიან კარგი, ესეთი ბიზნეს მიმართულებით, ანუ ესეთ კონცეფცია აქვს, რომ დაუშვათ შესაძლებელია იქ როგორც საოფისე მიმართულებით, ისე საცხოვრებელი სტატუსის მიმართულებითაც ეს არის სააკაზის მეორე ჩიხიასეთი ლოკაცია, სადაც ძალიან კარგი პროექტი, ასევე გორი ვახსენეთ, გორის მიმდინარე პროექტი გვაქვს, ძალიან კარგი ერთ-ერთია გორში ყველაზე დიდი მასშტაბური და ქალაქის ცენტრალურ უბანში და ძალიან ლამაზი პროექტი გამოდის და ჩვენც მოთხოვნადია ზოგადად გორში ბინები კორპუსში ცხოვრება გორში. ესე იგი მოკლედ რეგიონები ძალიან გააქტიურდა ეს ინტერესები, ჩვენ ძალიან ბევრი SMS-ები შემოგვდის, ძალიან ბევრი თხოვნა, რაღაც სტატისტიკებს ვაწარმოებთ და ძალიან ბევრ რეგიონებში მოთხოვნები არის, მათ შორის ქუთაისში, ბათუმში, კი ვიცით რომ როგორ მდგომარეობა სამშაბათო კუთხით, ქუთაისია ძალიან დიდი მოთხოვნა, გორზე მე არ ვიცოდი, ამ ეტაპზე დაახლოებით 20-მდე პროექტი მიმდინარეა დღეს ამ მომენტისთვის და ასე დამოუკიდებლად კიდევ პროექტები თანხმდება და ეს კარგია, რომ დედაქალაქი უკვე გადაიჭედა, ესე ვთქვათ, შეივსო აღარ არის პრინციპში ადგილები და ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად აი პერიფერიებში, სხვადასხვა ქალაქებში გადავერთოთ და სხვა ალბათ მიწის ნაკვეთების კუთხითაც თბილისში უკვე თითქმის აღარ დარჩა ცენტრალურ უბნებში. ამავდროულად ბუნებრივია მშენებლობა ძალიან გაძვირდა. გაძვირება გამოიწვია იმ რეგულაციებმა, სტანდარტებმა, რომელიც ნამდვილად ეს ჩვენ ამას დიდი ხნის წინ დავნერგეთ, ეს ასართოდ არ იყო მოცემული სტანდარტები, ეს ენერგოეფექტურობა ჩვენ რო დავიწყეთ, ალბათ ჩვენ ძალიან ბევრი კონსულტაციები გქონდა მერის სხვადასხვა სამსახურებთან, ამასთან დაკავშირებით რომ ამას ყურადღებას ჩვენ თვითონ ძალიან დიდი ხნით ადრე ვაქცევდით და ეს უკვე დაინერგა სტანდარტებშია, მოთხოვნებშია პროექტში, ეს თავიდანვე არის გათვალისწინებული. ეს სახანძრო საფრთხება, ენერგოეფექტურობა და ამ შემდეგ ეს აუცილებელია. ეს ბუნებრივია ახლა პროექტებს აძვირებს.
მიღწევებს და შესაბამისად ჯამში მე ყველა იმ ასევე ძალიან გამომხმარებლებზე აისახება. გაძვირდა სამუშაო ძალაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, იმიტომ რომ ჩვენც მუშახელი ძალიან შეიცვალა, ზოგადად შრომითი მიგრაცია მოხდა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი გაედინა საქართველოდან და ევროპაში დასაქმდა ან ბევრი ამერიკაში წავიდა, ბიზნესიც გაიზარდა და რა თქმა უნდა მოთხოვნა მიწოდების თემა მკვეთრად დადგა და ამიტომ ბევრი ადამიანი მყოლი ამ გადაცემაში და არ ყოფილა გადაცემა, როდესაც არ ყოფილიყო საუბარი ამ პრობლემის შესახებ, როგორი რთულია დღეს პერსონალის კვალიფიციური კადრის მოძიება და ბევრი ბიზნესი გამოსავლად ხედავს ხოლმე მეზობელი ქვეყნებიდან ან არამეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიიდან, ინდოეთი, პაკისტანი არის ამ მიმართულებით კიდევ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მე მიწევს ხოლმე ხშირად სხვა ქვეყნებში წასვლა მეზობელ ქვეყნებში და მაგათაც თუ სომხეთში წავალთ და ვნახავთ სამშენებლო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ინდოეთის და პაკისტანის მოქალაქეა და ჯგუფები არის, რომელიც ამ ქვეყნებიდან ჩამოდიან და ადგილობრივ ბაზარზე საქმდებიან და კი ჩვენ ძალიან გვახარებს ბუნებრივია ჩვენს ქვეყანაში ქართველი უნდა იყოს დასაქმებული, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შეძლოს ის ანაზღაურება და თავის ოჯახში ყოფნას და ჩვენ ქვეყანაში ნახოს თავისი სივრცე, თან ჩვენ მით უმეტეს ვაძლევთ განვითარების საშუალებას, ჩვენ გვყავს აი რიგეთი ასე ვთქვათ უხეშად ნათქვამი მუშა, რომელიც ყველა პროექტზე არის საჭირო და აუცილებელი და მათ გარეშე ვერაფერს ვერ განახორციელებთ. აი მუშის პრობლემაც კი დგას დღის წესრიგში, იმდენად დაბალია ინტერესი დასაქმებულების მხრიდან. გვაქვს მუდმივად გამოცხადებული თქვენს კარგად იცით ეს და ეს თქვენ სხვა არის მუდმივად გამოცხადებული. გვაქვს ყველა პოზიციაზე თითქმის დღეს ქვეყანაში ჩვენს ქალაქში ბუნებრივია საქართველოს მასშტაბით და რეგიონებში მეტი პრობლემაა სხვათა შორის ამ დაუშვათ ხელოსნების სპეციალისტების მოძიების და ქალაქში მაინც შედარებით მეტია. ბუნებრივია მე ჩვენ ვცდილობთ რომ ქართველები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავასაქმოთ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა სხვა გზა არ აქვს და ფიზიკურად შეუძლებელია. გვაქვს ესე ვთქვათ აქცენტები რომ დაუშვათ პროექტები არ გაჩერდეს. ბუნებრივია ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ახლა როცა უკვე პროექტი შეიძლება მისი ბედი დასრულების და ვადებში რაღაცა ბედი წყებოდეს, ამასთან დაკავშირებული ბუნებრივია ჩვენ ყველა მხრიდან ჩართულები ვართ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები შემოვიყვანოთ და მათ და კვალიფიკაციაც მეორე თემა, იმიტომ რომ საზღვარგარეთიდან ჩამოყავს ადამიანი, შეიძლება მას არ ქონდეს ესეთი ტიპის კვალიფიკაცია, რომელიც აუცილებელი რაღაცა ტიპის საქმიანობის შესასრულებლად და მე ამ კვალიფიკაციის ამაღლებოდა ეს ძალიან რთული თემაა და ხანგრძლივი პროცესია. ჩვენს დავნერგეთ სხვათა შორის დაახლოებით 5 წლის წინ მქონდა ეს პროგრამა, დღესაც აქტიურია, ბუნებრივია ეს ძალიან კარგად მუშაობს და ჩვენ ამას ვცდილობთ რომ ეს კარგი საქმეც გავაკეთოთ ამ კუთხით. გვაქვს ესე იგი სპეციალისტების გადამზადების, ცოდნის, გარმოვების და რაღაცა თავისი სპეციალობის, აი ჩვენ მაგალითად აი ადამიანი რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს და ინტერესი კონდეს რაიმე სახის რაღაცა პროფილი შეისწავლოს, ვაძლევთ ამის საშუალებას. ბუნებრივია თავიდან რაღაც პერიოდი აქვს გამოსასწრელი პირობა და პერიოდი ამ პერიოდშიც კი ხელფას უხდით, ისე არ ტოვებთ, მეტყვი რომ ვითვალისწინებთ ოჯახები ყავთ, ვასწავლეთ ამ საქმიანობას, მოკლედ, როგორც კი დავინახავთ რომ მისი ის ცოდნა უკვე შესაბამება იმ ნორმებს, იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ ნაწილში არის დაუშვათ გასათვალისწინებელი, გადაგვყავს უკვე კონკრეტულად იმ სპეციალობის მიმართულებით და დღემდე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დაახლოებით 500-მდე ესეთ სპეციალისტი გვყავს გამოზრდილი. დღემდე ძალიან კარგი საქმეა საქართველოსთვის. დღემდე ძალიან ბევრი ერთგული გვყავს, ვინ ჩვენთან დღემდე მუშაობს, მაგრამ ძალიან ბევრმა მოკლედ ცუდი ნათქვამია გვიღალა და ესე ვთქვათ ჩვენგან წაიღო ცოდნა და ძალიან სწრაფად დაინახა თავისთავი რომ შეეძლო პირობითად ვიღაცამ დაუშვათ რაღაცა ხო რაც გარკვეული მცირედი თანხით მეტი შეთავაზეს და ვერ გაუძლეს ამ ცდუნებას და ბუნებრივია ეს ჩვენთვის უკვე უცხო არ არის კი მაგრამ ჩვენს გვიღარია რომ ჩვენგან მიიღო ცოდნა და მე ყველას რა თქმა უნდა მათ შორის იმ ადამიანებსაც წარმატებებს ვუსურვებ. როცა ლიდერი ხარ ბაზარზე შენი ფუნქცია ასევე კადრების გამოზრდაც, იმიტომ რომ თუ შენ არ ზრდი კადრებს ბიზნესში ვერ მიყავს და მგონია რომ ეს ანჩორბრი მომენტია, როდესაც თანამშრომლები იცვლიან ხოლმე სამსახურს სხვადასხვა მიმართულებით და სხვა კომპანიებში. ალბათ ძალიან საინტერესოა ის რომ დღეს ჩვენ ვთქვით შრომით ბაზარზე, მაგრამ ტექნოლოგიებით შეიცვალა ზოგადად მშენებლობის მიმართულებით. ჩვენ ვიცით რომ ცხოვრობთ
ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიური ტრანსფორმაციების ეპოქაში და სამშენებლო მიმართულებითაც ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სამშენებლო მასალები რო ავიღოთ, დღეს ძალიან ბევრი გამოიყენებს ენერგოეფექტურ ბლოკს მაგალითად და ბევრი სხვა მიმართულებებით ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია თქვენ სფეროსაც შეეხოთ. რამდენადმე ჰერგავთ აღნიშნული ტიპის ტექნოლოგიებს და როგორ იცვლება ზოგადად სამშენებლო ინდუსტრია ტექნოლოგიების გავლენით? დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ. ქვეყანაში დღეს იმხელა კონკურენციაა და უშუალოდ ამ ჩვენ სექტორში სამშენებლო მიმართულებით, რომ ბუნებრივია რაიმე ახალი სიახლე, რამე ისეთი ინოვაციური რომ არ შევქმნათ და არ შემოვიტანოთ ქართულ ბაზარზე, ჩვენც გვიჭირს ეს ამის რეალიზებაც და უშუალოდ ამის შეთავაზების ფორმის დროს რაღაც უნდა იყოს განსაკუთრებულად გამორჩეული რაღაც კუთხით. ჩვენ მუდმივად ვართ ამ კუთხით ჩართულები, ეხლაც რამოდენიმე დღის წინ ჩინეთში ვიყავთ, ძალიან დიდი გამოფენა იყო. დავბრუნდით ახლა ახალ კვირაში ამერიკაში მივდივართ ძალიან დიდი გამოფენა მოკლედ ჩვენ თითქმის ყველა იმ საერთაშორისო დიდ მასშტაბურ გამოფენებს ვესწრებით ღონისძიებებს საიდანაც ძალიან ბევრი სიახლე ჩამოგვიყვება და ამავდროულად ჩვენ გვაქვს ესეთი საგამოფენო სივრცე გურამიშვილის გამზირზე სადაც ჩვენი ცენტრალური ოფისია სადაც ეს სიახლეები და ეს ინოვაციები უკვე შემოტანილი გვაქვს და ნერგილი გვაქვს და ჩვენ თავაზობთ ძალიან ბევრ დეველოპერებს ძალიან ბევრ კერძო მიმართულებით ვინც ახორციელებს პროექტებს რომ აი რაღაც ისეთი ელემენტები გვაქვს ექსტერიერს და ინტერიერს რომელსაც ნამდვილად ვერ ნახავენ და ვერ შეიძენენ სხვა საქართველოს მასშტაბით რა თქმა უნდა ვერ ნახავენ თუმცა სხვა ქვეყანაში შეიძლება გაუჭირდეთ იმიტომ რომ ამ პროფილებზეც ექსკლუზივი გვაქვს რომ დაუშვათ ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრ რესურსებით მოკლედ თქვენს კარგად და მოგეხსენებათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გაქვთ რაღაცა პროექტს დაუშვათ როცა ახორციელებთ და ჩვენ ამაში რაღაც გარკვეულ თანხებს დებთ სარეკლამო მიმართულებით დიდ რესურსს და ამ დროს ამ პროფილს კიდევ სხვა ალტერნატიული დაუშვათ ქარხანა იგივე ჩემი მიმართულებით სხვა ჩემ კონკურენტს თავაზობს ბუნებრივია ეს მე ხელს მიშლის და წინამდებობაში და როცა ეს ექსკლუზივი გვაქვს და ეს პარტნიორობა ესე თქვათ მყარად მიდის პროცესი თავიდანვე ჩვენ საკმაოდ ესეთ გააზრებულად აანალიზებთ ამას რომ ეს ინოვაციები და სიახლეები ჩვენ დავნერგოთ. მათ შორის არის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს პანელებთან დაკავშირებით, რომელიც მოპირკეთებისთვის როგორც ექსტერიერზე, ინტერიერზე საკმაოდ ესე ვთქვათ, კარგი სიახლეა და სიახლესთან ერთად არის საკმაოდ ბიუჯეტური, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი პროფილი, რომელიც ძალიან ძვირი ჯდება მისი ინსტალაცია და ამასთან შედარებით ჩვენი პროფილები გაცილებით ნაკლები ჯდება და უკეთეს და მეტი ექსპლუატაციის რესურსი აქვს ვადების თვალსაზრისით. დიახ, თქვენ თქვით რომ მშენებლობა გაძვირდა ტექნოლოგიები გაძვირდა სამშენებლო მასალები მიწის ნაკვეთები თითქმის აღარ არის თბილისში თქვით ასევე ისიც რომ ახალი რეგულაციები შევიდა რომელმაც უფრო მეტად მოაწესრიგა და ნაკლები ქაოსი გვაქვს ხა ამ მიმართულებით რა პროგნოზი შეიძლება იყოს მომავალში ფიქრობთ თუ არა რომ ძალიან ბევრის მომდინარე შეიძლება ახალ აშენებულ კორპუსებში და ზოგადად მინების ფასები გაიაფთეს, რაც მე არ მჯერა თქვენი როგორც ამ მიმართულებით ბიზნესის ფლობელის დასკვნა რა არის დღეს. ეს დღევანდელი ფონი რაც არის შექმნილი ჩვენ ქვეყანაში ესეთი ესე ვთქვათ ეკონომიკური, ესე ვთქვათ მცირედი კრიზისია, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ეს უფრო მეტად აძვირებს და ქმნის პრობლემებს ჩვენ ნაწილში. თუმცა იმდენად მცირეა რომ ამას აუცილებლად გადაილახება ეს და ამას ეკონომიკას პირველი შეეტყო, მაგრამ ჩვენ ნაწილს მათ შორის, მაგრამ ამით თქმა მინდა რომ ძალიან ბევრი სიახლე რომელიც დაუშვათ ამ განვითარებას ამ რაღაცა და უშუალოდ უკეთეს პირობებს ჩვენ მომავალში მომხმარებლებს თავაზობთ, ბუნებრივია ფასის მატებასთან დაკავშირებულია და ეს გარდაუვალი პროცესია. თუმცა ჩვენი ფასის შემცირება ეს უნდა ყველამ გავაცნობიეროთ და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ ბაზარზე ფასის შემცირება ეს არის დიდი პრობლემა ანუ კრიზისის დასაწყისია ეს გამომდინარეობს და იქნება იმ შემთხვევაში როცა დეველოპერი მშენებელი ვეღარ შეძლებს დასრულებას პროექტებისას და სხვა გზა არ იქნებოდა იმ პროექტებს ბუნებრივია ყველანაირი ძალებით შეძლებს და იმუშავებს იმის დროს პროექტები გაყიდოს და მოკლედ ამის რეალიზაცია მოახდინოს. როცა მოთხოვნა ბაზარზე არ იქნება და ეკონომიკურად კრიზისი დაუშვათ ღმერთთან უკნას, თუმცა ამის რისკები ხარჯებობს. ბუნებრივია ამ დროს ფასების კლება დაიწყება. ერთადერთი საშიშროება რომ ფასების კლება წამოვიდეს არის ეს, რომ პროექტების დასრულების რისკები გაიზარდოს. თუმცა ფასების მატება გარდაუვალია, ანუ სტატისტიკურად ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის ახლა ეს მშენებლობა მარტო ჩვენ ქვეყანაში არ არის ეს ბიზნესი. სოფლიოში ეს არის, რა ვიცი, შეუჩერებელი პროცესი.
და შესაბამისად ფასების გაზრდა, ბუნებრივია საცხოვრებელი ბინების და მათ შორის ნებისმიერი პროექტების გარდაუვალია. ჩვენ შემდეგ კვარტალშიც გეგმავთ ფასების მატებას, იმიტომ რომ თითქმის 25% სამშენებლო მასალები უკვე დღეს მდგომარეობით ახალი 2025 წლის 1 იანვრიდან უკვე სიახლეები გვაქვს ბალენბური, მაგრამ ამავდროულად ფასების მატება უკვე დაანონსებულიც აგვაქვს და ჩვენ თითქმის ყველა გაფრთხილებული გვყავს და ვაფრთხილებთ წინასწარ ერთი თვით ადრე, მოკლედ ფასები იზრდება, ვისაც ვემუშაობთ, თქვენ მაგალითად პირობითად ჩვენთან ბინის შეძენა გინდათ და ამისთვის მომზადებული ხართ იქ ბანკთან გაქვთ რაღაცა კომუნიკაცია, იქ რაღაცა თქვენი რაღაცა გაქვთ განსაზღვრული, ჩვენ ესე დაუშვათ ერთ დღეში არ ვცვლით ფასებს და პირობებს. თუმცა ამ გაფრთხილების საფუძველზე იმ ადამიანებს ვატყობინებთ და პრინციპში ესე უნდა იყოს და მე მგონი ესე იქცევა ყველა კომპანია. რეგულაციები შეიცვალა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად არმატურასთან დაკავშირებით რეგულაცია შეიცვალა და ცალკეულ ქვეყნებიდან არმატურის შემოდენას კიდე დამატებითი ტიპის გადასახადები დაუწეს და რამაც ამ მიმართულებით ფასები გააზარდა და ალბათ ადგილობრივი წარმოებების გაზრდა ამ სფეროში ერთ-ერთი კარგი გამოსავალი იქნება, რომ კიდევ არ გაძვირდეს. თქვენს მომხმარებელსაც მინდა გკითხოთ, ვინ არიან ძირითადად თქვენი მომხმარებლები? ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან თუ საინვესტიციოდ არაქართველებიც? იმიტომ რომ ჩვენ ამ გადაცემაში ბევრი სხვა დეველოპერული კომპანია ყოლია, რომლებიც სხვანაირად ყოფენ თავის მობინადრეებს, ძალიან ბევრი ნაწილი საქართველოში ინვესტიციისთვის ყიდულობს უძრავ ქონებას იმისთვის, რომ მე გააქირავოს, ან უფრო ძვირად გააყიდოს. თქვენთან როგორია ეს? ჩვენ შემთხვევაში ზუსტად თქვენ სწორად აღნიშნეთ და ამის მიმართულებით თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ და ვცდილობთ რომ ყველა იმ სეგმენტს მოვარგოთ ჩვენი მომხმარებელი ყველა მიმართულებით ჩვენთან ინტერესის მაღალი ალბათობა იყოს რომ ბინა შეიძინოს საცხოვრებლად იქნება თუ ის ინვესტირებისთვის დაუშვათ ის გასაქირავებლად და ამ შემდეგ. ჩვენ გვაქვს ისეთი პირობები შეთავაზების რომელიც დღეს შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში დედაქალაქში განსაკუთრებით არც ერთ კომპანიას არ აქვს და ამას შემიძლია მარტივად გითხრათ თუ ნამდვილად მყიდველი არის და ბინის შეძენა უნდა ჩვენთან მოსვლის შემდეგ ამის უარის თქმის და უშუალოდ ბინის არ შეძენის რისკი არის პირობა არის მაგალითად თქვენ რის საშუალებაც გაქვთ აი წინასწარის გარეშე ესეთი თუ არსებობს ამ პროექტი და უშუალოდ თქვენ მითხარით თუ გსმენიათ აი მაგალითად დასრულებული პროექტი რომელიც დასრულებულია მაგალითად ვისაუბრებ პორტაჯალის პროექტზე. დასრულებული პროექტია, სადაც წინასწარის გარეშე თქვენ შეგიძლიათ $500, $1000 თვეში გადაიხადოთ, რის საშუალებაც გექნება თან, გესაუბრებთ რა რესურსი გაგაჩნიათ. ეხლა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენი დრესკოდი, ჩვენი მიდგომები გვაქვს, თუმცა აქ მთავარი და უპირატესი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებელი და ჩვენ უნდა გავიგოთ და მოვისმინოთ, რის რესურსი გაგაჩნიათ თქვენ. გაქვთ მაგალითად $500 შემოსავალი ყოველთვიურად, ხო? მისი ეკვივალენტი რა თქმა უნდა დოლარში. ჩვენ აი დასრულებულ პროექტს თავაზობთ, შიდა განმარტებას დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ჩვენთან იხდით და იმის შემდეგ უკვე გნებავთ ბანკით დაასრულებთ ამ ოპერაციას და უშუალოდ დარჩენილი თანხის გადახდას, გნებავთ თქვენი რესურსებით, არის ასეთი უამრავი შემთხვევა და ანუ მე ამით იმის თქმა მინდა თქვენთვის და ამას იმიტომ ვაშორებ რომ დასრულებულ პროექტს სადაც შიდა განმარტება არის და სადაც და უშუალოდ წინასწარის გარეშე ბინის შეძენა შეძლებ, ერთ-ერთი პროექტია ჩვენი. ადამიანს შეუძლია ამ პერიოდში განმავლობაში გადმოსვლა საცხოვრებლად ან გარემონტება. მათ რაღაც კრიტერიუმებია რაღაცა და უშუალოდ იმიტომ რომ რისკები გქონია ამასთან დაკავშირებული. ეს ფართოდ გავრცელებულია არსებობს ჯგუფი ადამიანებისა, რომელიც მსგავს ტიპის შემთხვევებით სარგებლობს, სადაც შესახება და ჩვენ ვიცით გამოსახლების კომპონენტი რამდენად რთულია დღეს საქართველოში, თითქმის შეუძლებელია დღეს და განსაკუთრებით თუ ამ ადამიანს სხვა საცხოვრებელი არ აქვს და არარეალისტურია დღეს თითქმის გამოსახლება ასეთი ტიპის ნოტორნიკე ნამდვილად ესეა ჩვენ მაგითო ვთქვით რომ აი ამის კუთხით ჩვენ სხვა კუთხით ვაზღვევთ რა თქმა უნდა ეს შეიძლება კეთილის ინდისიერი იყოს ეს ადამიანი და ამის რისკი არ იყოს თუმცა ჩვენ ამის პრაქტიკა როცა გქონდა ამას ძალიან ესე გამჭირ ძალიან ყურადღებას ვაქცევთ და ძალიან დიდ ესე ვთქვათ ადგილს აი ამ სივრცეს ძალიან ყურადღებით გავდივართ რომ თუ ჩვენ დავინახავთ რაიმე სხვა მიმართულებით გადავაზღვევთ ამ საკითხს ბუნებრივია ამის შეშვების საშუალებას ვაძლევთ რომ საცხოვრებლად შევიდეს და ის თვითონ გადახდეს საუკეთესო პირობები გააქვთ კიდევ რა არის რის გამოც მომხმარებელი თქვენ აკეთებს არჩევანს
გადახდის პირობა ყველა ადამიანს არის რომ დაუშვათ ის რესურსი რაც აქვს აი იმ პირობით თუ შეიძლება ბინას მეორე მთავარი ის რომ პროექტი დამთავრდება თუ არა დამთავრებული ამის რისკი ნაკლებია მშენებარე სადაც არის პროექტი იქ ფასები შედარებით ნაკლებია მაგრამ ნუ რაღაც მოლოდინი შედარებით ინვესტიციასაც აკეთებ ხანგრძლივადაში და ამ ფოსფორატას გამოიყენებ ჩვენ ძალიან კარგი кейსი გვაქვს ეს არის გაქირეობის მომსახურებების სერვისი სადაც ჩვენ ცალკე კომპანია ყავს აყვანილი რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და კარგი შედეგები აქვს ყველა იმ მომავალ მოსაკუთრეს ჩვენ ყველა სეგმენტი ყავს ემიგრანტებზე დაუშვათ ჩვენი ქვეყნის აქ ადგილზე დასახლებული მოქალაქეებზეც ყველაზე ვაკეთებთ აქცენტს რომ ყველამ შეძლოს ჩვენთან ბინის შეძენა და ამავდროულად იმის დაუშვათ ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს ვინც თავდაპირველად შეიძინეს მაგალითად ორთაჯალის პროექტს ავიღებ შეიძინეს ერთი ბინა და იქვე ორი ბინა შეიძინეს იმისთვის რომ იქვე იქნება გააქირავებს ყურადღებას მიაქცეს შესაძლოა ნაწილია ორთაჯალა და მომგებიანი ეს და ძალიან მაღალი ფასი უჭირავს გაქირეობის კუთხიდან ეს მომსახურებაც გვაქვს ესეც მოყვება და თავარი კიდე რაც არის ჩვენ გვაქვს ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი როცა ახალ ბინაში გადადიხარ მოგეხსენებათ რემონტი ისეთი შეუცვლელად პროექტია ეს პროცესი ამას ყველა გამოგვიცდია და ვიცით რომ ამას ვერ გავწდებით რომ რაღაც სრულმანები რაღაც პატარა მცირედი ნიუანსი შეიძლება გამოგვეპაროს დაგვჩეს და ამის მერე დაუშვათ იმისთვის რომ აღარ გრჩება რაღაცა დარჩა შემორჩა ამ შემდეგ ამისთვის ჩვენ გვაქვს და გვყავს ცალკე კადრები რომელსაც ამ ჩვენ მობინადრე 2 წლის განმავლობაში საჩუქრად უტუებთ ესე ვთქვათ უღეშად ამ კადრს უსასყიდლოთ ამ ჩვენ უხდით ხელფას ყველა მოსახლეს ყველა მობინადრეს ვისაც რაიმე საკითხის მოსაგვარებელი და უშუალოდ სადარბაზო აი თუ საერთო სარგებლობის ეზოა თუ რაც არის რაღაც თუნდაც პატარა მცირედ უნიშნელო აი პატარა ნარგავი ხე ბუნებრივია რაღაცა მცირედ როცა არსებობს და ამის რაღაც დაზიანების ფაქტები უამრავი გვაქვს მივა აღადგენს მოკლედ ამ მოსახლეობას 2 წლის განმავლობაში უფასო მომსახურებას ეს არის კარგი იმიტომ რომ ყველა სახლში მომით რომ ახალ შესახებულ სახლებში არის ხოლმე ეს ნატურა და ბევრი სხვა ტიპის თემა არის ხოლმე რომელიც საჭიროებს რაღაც ტიპის ჩარევას და დღეს საკადრო რესურსებზე ვსაუბრობთ იმ ნატურა პრობლემებია და მით რომ ადამიანის მოძებნა რომელიც გავს ტიპის რაღაცას გააკეთებს დღეს განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს ბოლოსკენ მინდა სამომავლო გეგმებიც კითხოთ, როგორ ფიქრობთ ამ ბიზნესის გაფართოებას, რა მიმართულებით ფიქრობთ საქმის გაგრძელებას? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მოკლედ მეტწილად ვფიქრობთ რეგიონებში, პერიფერიებში გადავერთოთ, რომ სხვა კუთხითაც განმავითაროთ და ბუნებრივია ამავდროულად ვფიქრობთ, რომ ძალიან ჩვენ თავში გვაქვს ეს რომ დაზარალებულების იმ ადამიანებს, ვისაც ავარიულ სახლებში ცხოვრობენ, ჩვენ გვაქვს ესეთ პროექტი, დადიანის პროექტია 25, სადაც ისეთი ავარიული სახლი იყო და ისეთი ლამაზი სახლი დავდგეთ, ჩვენ თვითონაც ბედნიერები ვართ და იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ყველა 33 ოჯახი გავახარეთ იქ და ყველას ახალი ბინა გადავეცით. მოკლედ, თავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ვცდილობთ, რომ უნდა ვეცადოთ, რომ ესეთი кейსები ავიღოთ, სადაც დაზარალებულები იქნებიან და უშუალოდ ამ კუთხით იმ ადამიანებსაც გავახარებთ ამ პროცესში. ამავდროულად ჩვენ ახალი მიმართულება დავნერგეთ. ყველა პროექტში გვაქვს ესე ვთქვათ სპორტული გამაჯანსაღებელი ფიტნეს დარბაზები. უკვე დავიწყეთ ერთ-ერთ პროექტში განვახორციელეთ. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, ძალიან ბედნიერია მხოლოდ იქ მაცხოვრებელი მოსახლეობაც სამეზობლოში დიახ, გურამიშვილის 62 ნომერში 22 სართულიანი პროექტი დავასრულეთ ექსპლუატაციაში მიღებული. აქ მოკლედ ისეთი მოთხოვნა სხვადასხვა და მე როგორც ვიცი და როგორც მაქვს ინფორმაცია საბურთალოდან გამოდიან და ვაკედან იმდენად ისეთ კომფორტული სივრცეები გვაქვს მოწყობილი და ნუ ამ კუთხით ვაგრძელებთ განვითარებას და ყველა პროექტი უკვე დავაანონსეთ. ეხლა გვაქვს ორთაჭალაზე, ჯიქიაზე, გორში ამ სამ პროექტზე, ხოშარაულზეც, რომ ეს ფიტნეს დარბაზები 4 პროექტში იქნება და რაღაცნაირად გვინდა რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი მიმართულება, ჩვენც დიდხნის გუნდში მართველი პარტნიორები ვინც ავართ, ძირითადად სპორტული აქტივობებით ვიყავით დავძროზე აქტიურად ჩართულები, მეც ყოფილი მოჭიდავე ვარ, ჩემი პარტნიორებიც ესე არიან და ნუ ვთილობთ რომ ეს მიმართულება და ეს ჩვენი ძველი ესე ვთქვათ რესკოდი დავიჭიროთ და ბევრი ადამიანი გავახაროთ და გავაბედნიეროთ. მე ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ სამწუხაროდ ჩვენი საერთოდ რომ ამოიწურა. ჩვენ დღეს საუბრობდით კომპანია მეგობრობაზე, მისი დამფუძნებელი მამუკა არევაძე ყავდა დღევანდელი გადაცემის სტუმრად წარმოდგენილი. მეგობრობა 2013 წლიდან უკვე აქტიურია დეველოპმენტის მიმართულებით, 15 დასრულებული და მიმდინარე პროექტი აქვს საერთო ჯამში, საიდანაც 10 უკვე სრულად დასრულებულია, 3 მიმდინარე, ხოლო
2 დასრულების პროცესშია. Ფერი წარმატება ვუსურვოთ ყველა ქართულ ბიზნესს, მე დაგემშვიდობებით ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.